ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამშენებლო კომპანიების ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა. რევაზ სოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს ეგრეთ წოდებულ თეთრ-სიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააცნო. რა სიახლე იგეგმება ამ მიმართულებით და როგორია კომპანიების პოზიცია, დეტალებს მარიამ ბერძენიშვილი გვეტყვის, რომელიც ღია ეთერში შემოგვიერთდება. მარიამ, გისმენთ. დიახ, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ინფრასტრუქტურის მინისტრის შეხვედრა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან და როგორც ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ თეთრ სიას უკავშირდებოდა. რა არის თეთრი სია? ამ სიაში მყოფი კომპანიები სხვადასხვა სახელმწიფო ტენდერებში თუ შესყიდვებში მონაწილეობისას გარკვეული ბენეფიტებითა და შეღავათებით სარგებლობენ, რაც როგორც თავად კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რიგ შემთხვევებში არაკეთილსინდისიერმა კომპანიებმა ეს შეღავათები ბოროტად გამოიყენეს, სწორედ ამიტომ მოხდა გადაწყვეტილების მიღება და სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ფორმირება და ახალი მიდგომის დანერგვა, როგორც რევაზ სოხაძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, მან შესთავაზა კერძო სექტორს ახალი ფორმაცია, ასე ვთქვათ, მაგალითისთვის თუ კი დღეს ამ სიაში მყოფი კომპანიები სხვადასხვა სახელმწიფო პროექტში მონაწილეობისას მიიღებენ სახელმწიფოსგან გარკვეულ ავანსის თანხას, ისინი ვალდებულები არიან ავანსის მხოლოდ 50%-იანი საბანკო გარანტია წარუდგინონ სახელმწიფოს, ხოლო დანარჩენ 50%-ზე პასუხისმგებლობა მთლიანად სახელმწიფოს ეკისრება, რაც გარკვეულ რისკებს ქმნის, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ კი კომპანია ნაკისრ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, ამ შემთხვევაში დგება რისკი იმისა, რომ სახელმწიფომ დაკარგოს ეს თანხა, შესაბამისად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მომავალი წლიდან ეტაპობრივად საავანსო გარანტიის გაზრდა მოხდეს. თუ კი ახლა არის 50%-იანი გარანტია, 2026 წლიდან უკვე კომპანიები ვალდებულები იქნებიან, რომ 60%-იანი საბანკო გარანტია წარადგინონ ავანსისა, 2027 წლიდან 70%-იანი, 2028 წლიდან 80%-იანი, ხოლო 2029 წლიდან, როგორც რევაზ სოხაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, სრულიად ახალი მიდგომა დაინერგება, თუმცა ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ეს მიდგომა, საერთოდ გაუქმდება თეთრი სია თუ მოხდება მისი ფორმაცია. კერძო სექტორის წარმომადგენლები კმაყოფილები არიან ამ გადაწყვეტილებით, ვინაიდან აქამდე იყო საუბარი, რომ საერთოდ უნდა გაუქმებულიყო თეთრი სია, თუმცა კერძო სექტორს სურდა, რომ დროებით შენარჩუნებულიყო და გარკვეული პერიოდი, გარდამავალი პერიოდი მიეცა ხელისუფლებას ბიზნესისთვის და ასეც მოხდა 3 წლის განმავლობაში მოხდება, როგორც უკვე გითხარით, ეტაპობრივად გამკაცრება ამ თეთრი სიის. მთავრობამ დაიწყო ქმედებების განხორციელება, რომელიც ამ პროცესის განჯასაღებას უნდა შეუწყოს ხელი. დღეს ჩვენ შევთავაზეთ ბიზნესის გარდამავალი ეტაპი, რომელიც გვექნება ამ მიმართულებით, 3 წლიანი ეტაპი, როდესაც ეტაპობრივად მოხდება საავანსო გარანტიების გაზრდა და უკვე 2029 წლიდან ჩვენ ახალი სისტემით, ახალი პროცედურებით განვაგრძობთ მუშაობას. კონკრეტულად თეთრ სიასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, ჩვენი კომპანია დიდი ხანი არ სარგებლობს და მუშაობ თეთრი სიის გარეშე, ხოლო რაც შეეხება ბიზნეს კონტ ამას დაკავშირებით საკმაოდ თავისი პოზიციები, დღეს შემიძლია ვთქვა, ყველა კმაყოფილია, რადგანაც გარდამავალ ეტაპზე დაახლოებით 4 წლის განმავლობაში იქნება შეზღუდვები, ანუ თუ დღეს იყო 50% თეთრი სიით, მომავალ წელიწადში იქნება 60, 70%, ესე განვითარდება საფეხურებად, რაც მისცემს ბიზნეს საშუალებას, რომ ეტაპობრივად გადავიდნენ და მოიმზადონ უფრო კადრ კონკურენციისთვის. სისტემაში ყოველთვის არსებობს კეთილსინდისიერი და უპასუხისმგებლო კომპანიები. შესაბამისად, ზოგ-ზოგ ერთმა ცოტა ბოროტად ისარგებლა, რა თქმა უნდა, გააჩინა კითხვები სისტემის მიმართ. თავიდანვე არ იყო ეს სრულყოფილი სისტემა, გააჩნდა გარკვეული ეს თქვა გაცილებით უკეთეს შეიძლება და ყოფილიყო, მაგრამ კარგი არის, რომ პრობლემაც იდენტიფიცირებული არის და გადაჭრის გზისკენ მივდივართ ერთობლივად. ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით სახელმწიფოს მხრიდან განიხილება ასევე ახალი ინიციატივა ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა სახელმწიფო შესყიდვებსა თუ ტენდერებში უკვე საბაზრო ღირებულება ჩაიდება და უფრო მიახლოებული იქნება საბაზრო ღირებულებასთან, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს, რომ უფრო კონკურენტულ გარემოში მოუწიოთ ტენდერებში მონაწილეობის მიღება.
მადლობთ მარიამ ბერძენიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.